ბოტოქსი არის ტოქსინი, ნეიროტოქსინი, რომელიც ბლოკავს ნერვს. რას ნიშნავს? ნერვი აღარ ფუნქციონირებს რა. ნერვიდან სიგნალის გადაცემა კუნთზე აღარ ხდება, კუნთი რჩება მოდუნებული, ან გათიშული და ადამიანის კანი დუნდება, კანი რო დუნდება, ნაოჭები უქრება და ეს არის ბოტოქსის აზრი. უზომოდ პოპულარულია, რატომ? იმიტომ რომ პირველი, რომ ძალიან მარტივი პროცედურაა, ან მცირე ინექცია, რომელიც დაახლოებით 10-20 წუთი ჭირდება. მარტივი ანუ და მეორე დიდი მიზეზი აქვს ეფექტურობა. ადამიანების 95% ვინც ბოტოქსს იკეთებს, არის კმაყოფილი. ეს არის უზარმაზარი პროცენტული შედეგი ნებისმიერი კოსმეტიკური პროცედურისთვის, ნებისმიერისთვის. ეხლა კითხვა რა იქნება ადამიანს პირველი რომ მოიცა კაცო რა სამუშენ რომ ეს ნეიროტოქსინია რაღაცა ეს ტოქსინი შეყვას და რა უსაფრთხოა მერე რომ ან ორგანიზმში არ ვრცელდება ან ტვინს ხო რამეს არ უშრება ან რა არ შეიძლება რომ თქვა ადამიანი მოკვდეს ამით თუ ესე შეუძლია რომ კუნთების პარალიზება შეიძლება სუნთქვის სასაცხო კუნთები მონაწილეობენ და სუნთქვის კუნთების პარალიზებაც თუ მოახდინა მე რაშურებით ამაზე პასუხი არის რომ ის კოსმეტიკური დოზები, რომელიც კანში შეყავთ და სახეში, ის არის ძალიან ცოტა და ერთი რომ ის არ ვრცელდება სისხლით და მთელ ორგანიზმს არ მოედება, მეორეც ერთი მოქმედებს მარტო რამდენიმე მილიმეტრის დიამეტრში, ზოგჯერ 1 სანტიმეტრი, 3 სანტიმეტრი აქეთიკით და ხოლმე ადგილობრივი მოქმედება აქვს და მეტიც რაღაც დროის მერე გადის. ყოფილა თუ არა ისეთ შემთხვევები რომ რაღაც ლეტალურად დამთავრებულიყო ყოფილა ოღონდ ძირითადად ეგ ან რაღაც სასწაული დოზა შეყავთ და ეგ როგორც წესი სახეში და კანის ბოტოქსის დროს არ მომხდარა სამკურნალო დროს მეორე რომ კუნთის ნაცვლად სისხლძარღვში თუ დაარჭე ნემსი და იქ დიდი დოზა შეუყვანე კი პრობლემა არის თუმცა რაც ვიცით თავის ტვინში არ აღწევს ხოლმე თავის ტვინის ბარიერს არ კვეთს შესაბამისად ან ტვინისთვის მოკლედ საფრთხეც არ არის აღიარებულია FDA-ის მიერ 20 წელზე მეტია ანუ უსაფრთხოების მოკლედ დიდი დრო არსებობს და დიდი მონაცემები გვაქვს რითიც შეგვიძლია შევაფასოთ ამიტომ ჯამში მიიჩნევა მოკლედ ერთ-ერთ საუკეთესო კოსმეტიკურ პროცედურად, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ეფექტურობა და უსაფრთხოება. მეორე მნიშვნელოვანი კითხვა არის ხოლმე რომ კაი ეს ყველაფერი ოღონდ გრძელ ვადაში რა ხდება, ან გრძელ ვადის მერე რა შედეგს იძლევა, რა ხდება. ამაზე გვაქვს პასუხი ესეთი რომ არის კვლევები, მაგალითად ტყუპების კვლევები არის, რომელშიც ათასობით ტყუპი მონაწილეობდა და ერთ ტყუპის ძალს იკეთებს ბოტოქს, მეორე არ იკეთებს და რა თქვინდა ახლა ეს რომ იდენტური ტყუპები როცა არიან, საკონტროლო შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს მეორე, რომელიც არ იკეთებს ბოტოქს და ვაკვირდებით რა 13 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მოკლედ და 13 წლის მერე აი მე ისინი ვინც ბოტოქს იკეთებდნენ, ბევრად ნაკლები ნაოჭები ქონდათ, ვიდრე ისინი ვინც ბოტოქს არ იკეთებდნენ, ეგ იყო პრინციპული სხვაობა. შემდეგ კითხვა კიდე არის ხოლმე რომ მე ხო არ არის ეგრე რომ თქვა აი ვიკეთებ ბოტოქსი მე შევწყვიტე და მე უფრო მეტად ხო არ გამიჩნდება ნაოჭები არა ამ მონაცემით რაც გვაქვს და უკვე 10 წლეულებია რეალურად ეს არსებობს კვლევები ამაზე ტარდება პირიქით ანუ ადამიანები რომლებიც წლები იკეთებენ მე შეწყვიტეს ბევრად უფრო ნაკლები ნაოჭები ქონდათ იმ ადამიანებს ვისაც ან არასდროს გაუკეთებიათ ან ძალიან დიდი ხანია არ გაუკეთებიათ რატომ რაღაც დონეზე ეფექტურობა ნარჩუნდება მოკლედ თუ ხანგრძლივად ადამიანი იკეთებს ბოტოქს ატროფია ვითარდება კუნთის და განილევა ის კუნთი რომელიც მიმიკური კუნთები დინამიური კუნთებსაც ეძახიან როცა ადამიანი წარბებს აწევს ან თვალების გარშემო რომ ნაოჭებია მიმიკური კუნთები რაც მაგას განსაზღვრავს მაგის შემცირება პირიქით ადამიანი გამოიყურება უკეთესად შემდეგი კითხვა არის ესეთი რა შეიძლება აი ხა ეს რაც რო გადის უფრო ახალგაზრდა ადამიანები იყენებენ ბოტოქს ახალგაზრდა ბეიბი ბოტოქსაც ეძახიან მაგას და რატომ ხდება ეგ ადამიანები ფიქრობენ რომ იქნებ ეს მარკეტინგია და იქნებ რაღაც მარკეტინგის მსხვერპლია ეს მთელი ამდენი ხალხი
რატო აკეთებენ სიამოვნებაში ამის უკან რა რაციონალი დგას კვლევები რომლის მიხედვითაც ადამიანები რომლებიც ადრე იწყებენ ბოტოქსის გაკეთებას შედარებით ადრე იმათ ნაკლებად უბერდებათ კანი ჯამურად ანუ შეიძლება თქვას ადამიანმა რომ აი დავიწყებ 50 წლის ასაკიდან მაგალითად ბოტოქსის გაკეთებას და გეტყვის მეორე ვინც დიდი ხანია იკეთებს რომ ხო კი შეგიძლია მაგრამ ვინც 30 წლის ასაკში დაიწყო იმას ბევრად უკეთესი შედეგი ექნება ჯამური ვიდრე შენ და ასეც არის აი ეს დგას მაგის უკან რატომაც უფრო ახალგაზრდა ასაკში იკეთება ახალგაზრდა ასაკიდან იწყებენ ხოლმე გაკეთებას 10 წელი თქვენ ვიკეთე 15 წელი ეს ხო არ დაკარგავს ეფექტს ბოტოქსი და დროთა განმავლობაში როგორ მოხდება კი შეიძლება დაკარგოს ეფექტი ოღონდ ძალიან მცირე პროცენტ შემთხვევაში ანუ 98%-ზე მეტი არ კარგავს ეფექტს ჩვეულებრივად არის ახლა 98% არის უზარმაზარი ან მედიცინაში და ნებისმიერი პრეპარატის ეფექტურობა 98% არის უზარმაზარია შესაბამისად ხო არის რაღაცა მცირე შესაძლებლობა რომ ანტისხეულები განვითარდეს ამ ბოტულინის ტოქსინის მიმართ და ეფექტურობა დაიკარგოს თუმცა ახალი ფორმულაციები რაც არის კიდე არის რომ ნაკლებ დანამატცილებს შეიცავს ეგ ბოტოქსი და ნაკლებად ვითარდება ეს ანტისხეულები და ამ ხრივაც დაცულია შესაბამისად იმის რეზისტენტობის და ტოლერანტობის დიდი რისკი არ არის რომ თქვათ რომ გაიკეთე და მე ეფექტურობას კარგავს ან მე მაღალი დოზები დაგჭირდეს და რაღაცა შეიძლება მაგრამ ძალიან იშვიათია და ახლა იტყვის კიდე ადამიანი რომ კაი მაგრამ შენ ხომ თქვი რომ თქვათ რაღაც სერიოზული ისეთი გართულება არა აქვს ბოტოქს როგორც სიკვდილი და ესეთი მაგრამ ხომ შეიძლება მცირე გართულებები კონდეს ზოგჯერ არის რომ კანის დაზიანება ინექციის ადგილებში ან ზოგს თავის ტკივილი აქვს მაგრამ ეგენი როგორც წესი მალე გაივლის და კიდე რა არის რა შეიძლება ნახოს ადამიანმა არის ხოლმე ქუთუთოს ჩამოვარდნა მაგალითად რომელიც პტოზს ეძახიან ხო აი პრობლემაა ხო ვიზუალურადაც და ხო ზოგი არის რომ ეს ემოციურობა იკარგება სახეზე ზოგ შემთხვევაში ასიმეტრიულობა ზოგ შემთხვევაში გაორებული მხედველობა შეიძლება იყოს ანუ პრობლემები შეიძლება იყოს ოღონდ ამ პრობლემების თავი 99% შემთხვევაში არ არის თვითონ ბოტოქსი არამედ არასწორი გაკეთება ანუ პროფესიონალებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგ დროს და მეტიც ანუ პროფესიონალს შეცდომების გამოსწორების საშუალებაც აქვს მეტნაკლებად თუმცა არის რომელიც ვერ გასწორდება მოკლე დროში მაგალითად ეს ქუთუთოს ჩამოვარდნა ან კონცით მოდუნებულია ის ვერ იჭერს ქუთუთოს ტონუსში ვერ გასწორებ იმას ამ დრო არ გაუვა ბოტოქს ამიტომ უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს პროფესიონალს ანუ თავარი პოინტი რაც იქნება ჩემი რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ გააკეთოს ისეთმა ადამიანმა რომელმაც სახის კუნთების ანატომია და კარგად იცის პროფესიონალია ანუ რამდენად მე თქვა მოხდა მაინც პრობლემა რა ეს ასიმეტრია და რაღაცები რას შრებით მაგ დროს ну შეიძლება სახის მასაჟები და შეიძლება ზოგჯერ სიმეტრიის გასწორება თუ გამოცდილია დერმატოლოგი ან კოსმეტოლოგი მაგრამ თუ სერიოზული რამე შეცდომა და სერიოზულად დიდი რაოდენობით ბოტოქსი შეუყვანეს ადამიანს დრო ანუ რაღაც დროის 4 თვის მერე დაახლოებით ეფექტურობა იკარგება ბოტოქსის შესაბამისად აღდგება ეგ ყველაფერი სახის მიმიკებიც აღდგება ანუ შექცევადია ეგ პრობლემა დაახლოებით გავს თმების შეკრეჭას რა რომ თუ პარიკმახერთან იყავი თმებს დაგიმახინჯებს იმ მომენტში ვერაფერს ვერ იზამ გარკვეული დროის მერე პრობლემის მოგვარება შეიძლება აი ეს არის სრულად გაკეთებული ბოტოქსი და აქვე იქნება მე კითხვა რომ აი რა ვქნათ რომ ხო როგორ ზოგი ამბობს რომ აი ბოტოქსის მერე ადამიანები გამოიყურებიან არაბუნებრივად ვერ იცინიან ესე ხო ეგ არ არის ისეთი პრობლემა როცა კარგად კეთდება მოკლედ ბოტოქსი ჩვეულებრივად იცინიან კიდევაც სახის ემოციების მიმიკების ემჩნევად უბრალოდ ნაკლები ნაოჭებით ეგ არის განსხვავება ანუ ისე ნიშნულობა აქვს კარგად გაკეთებას ეგ არის ყველაზე
მთავარი მანდ. და არის კიდევ ესეთი კითხვა მე რომ აი აბა რამდენ ხანს გრძელდება ეფექტი, როდიდან დავიწყოთ, რომელია ოპტიმალური ასაკი დაწყებისთვის, რამდენ ხანს გრძელდება? გრძელდება 4-5 თვე, ზოგჯერ 6 ეფექტურობა. რამდენ ხანში ერთხელ უნდა გაკეთება, წელიწადში 2-ჯერ ან 3-ჯერ გაჩნია. რომელი წლიდან არის ყველაზე ოპტიმალური რომ დაიწყოს ადამიანმა? 30 მიიჩნევა რომ მოკლედ ყველაზე კაი ასაკია. თუმცა ზოგი იწყებს 22-დან, მაგრამ არ არის საჭირო, როგორც წესი, გადამეტებული მკურნალობები არ არის საჭირო. ზოგი იწყებს დიდი ასაკიდან, მაგრამ ოპტიმალურად მიიჩნევა 30, იმიტომ რომ დაახლოებით 30 რა, 30 მიმდებარედ მოკლედ, იმიტომ რომ ეგ არის ის ასაკი, რომლიდანაც ნაოჭები უკვე გამოკვეთას იწყებს, გამოკვეთილი ხდება და თუნდაც იგივე რომ შეადარეს ადამიანს, რომელმაც ცოტა ადრე დაიწყეს და მე გვიან დაიწყეს, სხვაობა იყო ის, რომ იმათ მაღალი დოზები დაჭირდათ იგივე ეფექტის მისაღებად, ვიდრე ამათ. ეს კუნთს ვთიშავთ, მე ეს კუნთი ფუნქციას კარგავს, მე ატროფიას განიცდის და რაშია საქმე აქ რა ხდება? მოკლედ ეგრე არის საქმე, რომ კი, ატროფიას ნამდვილად განიცდის კუნთი, დაახლოებით 15% 1 წლის განმავლობაში. ბევრია თუ ცოტა, არც ბევრი, არც ცოტა საშუალო. და მაგრამ ეგ პირიქით იმაში ეხმარება, ჯერ კუნთის დასვენებასავით არის და კოლაგენის სინთეზს ხელს უწყობს, რაც კანის კოლაგენი მთავარი ცილა, მოკლედ, რაც კანის შემადგენლობაში გვხვდება და ზოგადად ორგანიზმის შემადგენლობაშიც და კანს უფრო გლუ ზედაპირის შეხედულებას აძლევს და ამ კოლაგენის სინთეზს ეხმარება, ამიტომ ამ მხრივ რაღაც კატასტროფული მხარე არაა და მეტიც რო შეწყვიტავს ადამიანი მის მიღებას აღდგება ისე მის კუნთიც აღდგება და ინერვაციაც აღდგება და ჩვეულებრივ მიმიკებიც აღდგება, ასე რომ ეგ მოკლედ დიდ პრობლემად არ მიიჩნევა. აი როგორ მივხვდეთ, თქვა მე ვარ საუკეთესო კანდიდატი ბოტოქსისთვის თუ ჩემს ადრეა, თუ არ მინდა, ან პირიქით იქნებ საერთოდ არ მჭირდება არ მიშველის. ხო, ანუ ამ დროს ძალიან მარტივი ისა განსაზღვრება. ერთი უნდა იყოს ჯამთელი, ზოგადად ჯამთელი, მოკლედ ადამიანი და რამე ნერვკუნთოვანი დაავადებები არ უნდა ქონდეს ადამიანს, არ უნდა იყოს ორსული, არ უნდა იყოს ჩუზიკვებაზე. ზოგადად ჯამთელი ადამიანი. რითი ხვდებით? ხვდებით იმით, რომ ბოტოქსი, აი პირველად ბოტოქსს რო გაიგებ, უნდა იფიქრო, აი ცხვირის ზედა ნაწილზე, ძირითადად, სახის ზევით რა, სახის ზედა ნაწილი. ანუ შუბლზე ეს შუბლის შორის ეს რო შეიჭმუხნება და წარბებს შორის ნაოჭები ჩდება ეგენი და ეს თვალების გარშემო რო ნაოჭები ეგენი. ეგ არის ბოტოქსი, ან ზედა ნაწილი, ძირითადად. აიგენ თუ აქ ადამიანს გამოკვეთილი თუ აქ მithumetes, მაშინ ბოტოქსის კანდიდატია. ხო, აი ფილერებსა და ბოტოქს შორის რა განსხვავებაა და ესე ხო? ანუ ფილერის აზრი რა არის, რომ დროთა განმავლობაში კანი განცის კანქვეშა ცხიმი განცის ატროპიას, ან მცირდება მოკლედ ჰიპოტროფია და მცირდება კანქვეშა ცხიმი და კოლაგენის სინთეზიც მცირდება და კანს უფრო ჩამოკიდებული შეხედულება ეძლევა, მოდუნებული შეხედულება ეძლევა. ფილერი აკეთებს ამას, აი ამ პრობლემას, რომელიც არის სახელიც მაგითო ქვია შემსები, ამ ფილერი. რომ აი ნაკლულ ცხიმოვან ქსოვილს, ნაკლულ კოლაგენს ავსებს. ეს ფილერები არის სახის ქვედა ნახევარში ძირითადად, მაგალითად ეს ლოყების ნაოჭები, მაგალითად ცხვირის მიმდებარედ, მაგალითად ტუჩები, ნიკაპი და ასე. ანუ ეს სახის ქვევით კეთდება უფრო ფილერები, ბოტოქსი სახის ზევით. ეგ არის ძირითადი ბოტოქსი მიმიკური კუნთებისთვის, ძირითადად ფილერი იმისთვის, რომ შეავსოს, ხო, რომ ამ ასაკთან ერთად ზოგს ან ტუჩები ნაოჭდებასავით და ამებისთვის გამოიყენება ფილერი. ხო, დოზები და ეგენი ხა ის რომ ვიზუალურად რამდენად მოგწონს, არ მოგწონს, ეს მეორე საკითხია, რა თქმა უნდა. ეგეც დიდი საკითხია და მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორე საკითხია, მაგრამ ის რომ ხა არის თუ არა ეფექტური ბოტოქსი და ეს ეფექტურია. ფულის გადაყრა ღირს თუ არ ღირს, ეგ თქვენი გადასაწყვეტია და ადამიანის გადასაწყვეტია ინდივიდუალურად, ხო? ანუ ისიც არაა სწორი, მე რას უყურებ, რომ თქვა რაღაც თითქოს ეს ბუნებრივი დაბერება მიიჩნევა რაღაც
არა სასურველ რამეთ თუ ხო არა ყველანი ვიბერდებით და დავბერდებით და უნდა დავბერდოთ ყველანი და მაგაში არაფერი არც ცუდი არ არის და არც ულამაზო არ არის უბრალოდ არის ინდივიდუალური პრეფერენცია რომ მე ეს მომწონს შენ ის მოგწონს ხო ამაზე ვისაც უნდა და ფული აქვს და საშუალება აქვს გაიკეთოს რა პრობლემა ხო მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ვინც არ იკეთებს ან ვერ იკეთებს ან ასე ეგ რამენაერად ნეგატიურად ან ეს მინუსში ასე არ არის. წასასმელი კრემები რო არ რაღაცეები. ეგ თუ არის ბოტოქსის შემცვლელი, იმიტომ რომ აი ზოგს წერია რომ ეს ბოტოქსივით ეფექტი მაგალითად და ეს მოკლე პასუხი მაგაზე არის რომ არა, ну არის რაღაც პეპტიდები რომელიც ამ ნევრკუნთოვან გადაცემას ამცირებს და ესეთი ეფექტი აქვს, მაგრამ რო ვთქვათ რომ რაღაცა არის რამე ეფექტური, რომელიც ბოტოქსივით ეფექტურია, ესეთი რაღაცა არ არსებობს, ამ შემთხვევაში ოქროს სტანდარტივით არის მოკლედ ბოტოქსი, FDA-ის მიერაც აღიარებული არის ბოტოქსი, როგორც აი ეს ნაოჭების საწამლო ეფექტური საშუალება, შესაბამისად რაღაცა მცირე ეფექტი აქვს, მაგრამ როგორც წესი ვერ აღწევენ ის კრემები ღრმად ისე რომ კუნთი გათიშონ ესე მაგას როგორც წესი ვერ ან ძალიან მინიმალურად რაღაც მინიმალური ეფექტი შეიძლება ქონდეს დიდი არა აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა მადლობა რომ მისმენდით მადლობა რომ გაინტერესებთ თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ ეგ იქნება სოლიდარობის გამოხატულება თქვენი მხრიდან ჩემს მიმართ და ჩემი არხის მიმართ და მადლობელი დაგრჩებით მადლობა თქვენი ინტერესისთვის